მთელი 2015 საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კახეთის გუბერნატორი რაიონების გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე რთველის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. კახეთში წელს 200,000 ტონა ყურძენს ელოდებიან, აქედან გადასამუშავებელი მხოლოდ 120,000 ტონა იქნება. რაც შეეხება ყურძნის ფასს, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბაზარი დაარეგულირებს. სახელმწიფო წელს სუბსიდიასაც გასცემს. რსხაწითელზე თანხა 35 თეთრს, ხოლო საფერავზე 15 თეთრს შეადგენს. მთელი საორგანიზაციო შტაბი მზადყოფნაშია, სოფლის რწმუნებულები, რაიონის ხელმძღვანელები, თავისუფლ მხარის ადმინისტრაცია ჩაერთება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს განსხვავება გვაქვს ის, რომ შტაბი იქნება თელავში, რადგან მხარის ადმინისტრაციასთან უფრო მჭიდრო კოორდინაცია იყოს. ჩვეულებრივად სუბსიდირება გაგრძელდება ზუსტად იმ ფარგლებში და იმ მოდენობით, რაც იყო გასულ წლებში. თეთრ ყურძენზე იქნება 35 თეთრის ფარგლებში, ხოლო საფერავზე იქნება 15 თეთრი. ღვინის კომპანიების რეგისტრაციას უკვე გვაქვს მონაცემები, რომელი კომპანიები ჩაიბარებენ. არის საუბარი, რომ ღვინოს ყურძენს იმდეს ვერ ჩაიბარებენ კომპანიები, რაც შარშანი ხო, მაგრამ შარშანდელ კომპანიები ყველა ჩართული იქნება თველში.